ხელისუფლება არ ვიტყოდი ამ სიტყვას, რაღაც დაჯგუფება, რომელმაც მოუყარეს იმის უფლება, რომ ჩვენ ყავდეს ხელისუფლება, კიდევ ერთი დღე დაასრულა გუშინაც და გუშინწინაც, როდესაც ჩაიდინა კიდევ ერთი არასწორი საქციელი. კიდევ ერთხელ შეეშალა, კიდევ ერთხელ ცემა ადამიანები, კიდევ ერთხელ აუგზალა თავისუფალი სიტყვის გამოხატვა, ასე რომ შეფასება რა უნდა მქონდეს. ამას არ აქვს შეფასება ერთის გარდა, რომ ყოველი დღე არის ღალატის ქართველი ხალხის წინაშე, საკუთარი ხალხის წინაშე. და შემართება არის, არ ვიცი, ამას შემართება არ ქვია, ერთადგომა ქვია და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ეს დღევანდელი და გუშინდელი და ორი თვე არ არის. მარტში გახდება ერთი წელი, რაც მიდის ბრძოლა რაღაცა წარმოუდგენელ კანონებთან და თან მარტის შემდეგ ამ ხნის მანძილზე ისეთი კანონები დაგროვდა, რომ ერთად რომ განვიხილოთ ეს კანონები, რა ქვია ამ სახელმწიფოს ასეთი ადამიანების ხელში, ალბათ არ გაგვიჭირდება რომ დავარქვათ, რომელიც სახელმწიფოსთან ახლოს არის ეს ყველაფერი. ასე რომ აუცილებელია დღეს აქ ყოფნა, ვინც შეძლო ბევრი ადამიანი, ბევრი მხარდამჭერი ერთგული ამ საოცარი ჩემი ბათუმელების გვერდით დგას. მართლა ჩემი გულის ბათუმელების, რომელიც ესე არ არის მარტივი აქ გამოხვიდე, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ძნელია რომ პროტესტი გამოხატო ამ შენი ადამიანების წინაშე, ხო? მაგრამ მაინც დგანან მაგრად და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად უნდა ყოველთვის ვილაპარაკოთ იმ გამოწვევებზე, რასაც ნიშნავს ჟურნალისტის საქმიანობა. რაღაცა ამ პროტესტებმა განსაკუთრებულად დასაჯეს ჟურნალისტები, ჩვენ ვიცით კადრები ფორმულას შემთხვევაში, პირველი შემთხვევაში და გუშინაც კიდევ რაც ჩაიდინეს, წარმოუდგენელი, ასე რომ ხარდაჭერა ჩვენს მთავარ გმირებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ვესაუბროთ მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დიდი მადლობა.